სანამ ვიდეოს ყურებაზე გადავალთ, ესე იგი უნდა ავხსნა სად დავიკარგეთ, რატომ დავიკარგეთ, როგორ დავიკარგეთ და ალბათ ამ კადრიდან უკვე ეხლა რაც ჩანს ის მცირედი, უკვე ხვდებით რომ რაღაც ჩემი აზრით რაღაც ძალიან კარგი გავაკეთეთ. მოკლედ შევეცდები რომ ეს ისტორია ძალიან არ გავწელო, იმიტომ რომ გრძელი ისტორიაა, აქამდე როგორ მოვედით და რატომ მოვედით, მაგრამ პირდაპირ მოკლედ გეტყვით. გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა ზეთის მაღაზია. ზეთის მაღაზია ცოტა ისეთი ნათქვამია, რა ზეთის მაღაზიის გაკეთება გადავწყვიტე 2010-ში, როცა OLG გავაკეთე პირველად, 15 წლის წინ რეალურად და მას მერე მართლა რომ გითხრათ არ მეგონა რომ ამ ბიზნესში ოდესმე მოვბრუნდებოდი. თუმცა დადგა ეს დროც, როცა ამ საქმეში დავბრუნდი, არა უბრალოდ დავბრუნდი, არამედ ლუკას ოილის აქამდე მქონდა დანამატები მხოლოდ და კონკრეტული მიზეზების გამო ვერ ჩამოქონდა, ანუ ბევრი მიზეზი იყო ძალიან, მაგრამ როგორც იქნა, ყველანაირი ვერიფიკაცია, ყველაფერი გავიარეთ ბრენდთან. გეხსოვებათ ალბათ ფრანკფურტის ვიდეოც, რეალურად ფრანკფურტში ლუკასის წარმომადგენლობასთან ვიყავი პირადად ჩასული, რომ შევხედროდი და როგორღაც მიგვეყვანა საქმე იქამდე რომ ლუკასი შემოგვეტანა და როგორც იქნა, ლუკასი ამიერიდან საქართველოშია და ლუკასის შეძენა ამიერიდან შეგიძლიათ. ესე იგი, იმის გარდა რომ ლუკასი გვაქვს, ასევე მშრალად მხოლოდ ლუკასით რო არ შემოფარგლული ვიყავი და მხოლოდ ძრავიზეთით გადავწყვიტეთ რომ გავეკეთებინა, რა თქმა უნდა, გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სერვისიც. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მხოლოდ BMW-ზე ვიქნებით, ანუ მხოლოდ BMW-ს ავტომობილებს შევცვლით გადაცემათა კოლოფშიც, როგორც DCT-ს, ასევე 8HP, 6HP-ს და მერე ნენა დავამატებთ სხვა ბრენდებსაც. ჯერჯერობით არ ეს ფართო სპექტს, ანუ ზეთი ყველასთვის არის, ყველა ბრენდისთვის არის, მაგრამ ჯერჯერობით ფართო სპექტს ფიზიკურად ვერ მოავალთ თავს გადაცემათა კოლოფში. ასევე დაგვემატა აკუმულატორები ვართა. ცოტა ხანში დაგვემატება ალების სანთლები, ესე მაგას ცალკე გაგაგებინებთ როგორ რანაირად და რა გვექნება და როგორ გვექნება, იმიტომ რომ მანდაც ბაზარზე საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად ჩემი მიდგომა და მიდრეკილება ხარისხთან დაკავშირებით ისედაც ჩემი მაყურებელი ვინც ხართ ისედაც იცით. ამიტომ მოდი ახლა უბრალოდ თვალი გადავალოთ და მოდი სანამ ამ სივრცეს აქეთ ამ ხარეს დავათვალიერებთ მაღაზიის ხარეს. გავიდეთ ჯერ ჩვენი მცირე ბოქსის ხარეს და აქეთაც გაჩვენებთ. ანუ რეალურად რატომ დავიკარგეთ მარტივად რომ ავხსნა დავიკარგეთ, იმიტომ რომ აქ რასაც ხედავთ, აი ხა კადრში საერთოდ რასაც დაინახავთ, უმეტესობა ყველაფერი არის ჩვენი ხელით გაკეთებული. მე, თენგო, საბა და ჩვენი გუნდი, ვინც ვართ პაპო და მოკლედ რა გუნდი ვინც ვართ, ანუ ჩვენი ხელით არის ყველაფერი გაკეთებული და რატო არის ჩვენი ხელით გაკეთებული? ანუ რაღაცები დავიწყეთ თავიდან, მოვიყვანეთ სპეციალისტები, გავაკეთებინეთ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, შუაგზაში გაჩერდა პროცესი, ისე არ წავიდა როგორც ჩვენ გვინდოდა და ისეთიც არ გამოდიოდა როგორც ჩვენ გვინდოდა, ამიტომ გადავედით საკუთარი ძალებით ამ ყველაფრის კეთებაზე და ზუსტად მაგიტომ მოგვიწია YouTube-დან გაქრობა, ანუ მათ შორის ვიდეოები რაღაცა მე თვითონ მარტომ გადავიღე, დიაში selfies mode-ით და არა მხოლოდ selfies mode-ით, მაგრამ მონტაჟითაც ვერ დავამონტაჟეთ, იმიტომ რომ თენგოს ფიზიკურად არ ეცალა, აქ იყო დღე და ღამე და გვაპატიეთ მაგიტომ ეს გაქრობა, თუმცა დღეიდან ამ ვიდეოდან დავბრუნდით და ჩვეულებრივ ვაგრძელებთ YouTube-ზე ფუნქციონირებას. რაც შეეხება ეხა აკაურობას, ნუ აქ ბევრი სანახავი არაფერი არ არის და ამას ცალკე ძალიან მეამაყება ჩვენი ზეთის შესასვლელი პუნქტი, რაც მაქვს აწყობილი დაბლა და ცალკე ვიდეოთ TikTok-ზე და YouTube-ის short-შიც დავდებ, როგორ გავაკეთე ეს სივრცე, ქვედა სივრცე, იმიტომ რომ იამაც ჩვენი ამოჭრილი, ანუ უბრალოდ სწორედ აკაურობა როგორ გაკეთდა მაგას პატარ-პატარა კადრებად მე ჩავყრინე რა იყო და რა არის დღეს. მოდით, მაგრამ სანამ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, აქვე გეტყვით, რომ პეტრონასის დაგვემატა. თავიდან ეს მაღაზია რო დაიწყო, გათვლა საერთოდ არ იყო იმაზე, რომ პეტრონასი უნდა გქონოდა და ლუკასის გარდა ზოგადად რომელიმე ბრენდი უნდა გქონოდა, თუმცა ამ ვიდეოში მიხვდებით, რატომ დაგვემატა პეტრონასი და რატომ განვეწყე ესე დადებითად პეტრონასის მიმართ. ესეთი პატარა საყვარელი სივრცე გვაქვს, ჩემი აზრით ძალიან საყვარელი სივრცე გვაქვს, თან ძალიან მომწონს. შეგიძლიათ გუშინდლიდან, ანუ თქვენ ამ ვიდეოს ხედავთ სამშაბათს და გუშინდლიდან გავიხსენით, შეგიძლიათ უკვე მობრძანდეთ, ანუ ზეთის შესაძლებლად, დილის 10-დან 8 საათამდე ვიქნებით საწყის ეტაპზე, მერე ვნახოთ უკვე როგორ გადავნაწილდებით. ანუ რაღაცეები ჩვენს დახოცის პროცესში ვიქნებით, რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ზეთის შერჩევა შეცვლა არ შეგვეშლება, რა თქმა უნდა, თუმცა ბევრი რაღაცას, ანუ ბევრი აი რაღაც სწორედ მინდა რომ გადმოცე. ბევრ ისეთ პროდუქტს დავამატებთ ნელ-ნელა, რომელიც რეალურად ყველას გვჭირდება და რომლის ხარისხიანის შოვნაც საკმაოდ გვიჭირს და თუ უშუალოდ კითხვის ნიშნები გვაქვს, იქაც რამდენად რეალურად ის უშუალოდ რაც უნდა გვეშოვნა. ეგეთი პროდუქტები ნელ-ნელა ყველაფერი დაგვემატება და არ ვიქნებით მხოლოდ BMW-ზე ორიენტირებული, ვიქნებით ყველა ბრენდზე აბსოლუტურად, მათ შორის ევროპულზეც და იაპონურზეც. კიდე ერთი საკითხი, კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ესე იგი, ვეძებთ რეალურად კადრს, რომელიც ჩვენ გუნდს შემოუერთდება, რეალურად ვეძებთ ორ კადრს, ერთს მექანიკოს, არის კადრები, მაგრამ
მაგრამ კიდევ ჭირდება დამატებით ადამიანები, რომლებიც ჩვენ გულს შემოუერთდებიან. ამ შემთხვევაში გვაქვს რეალურად ერთი მექანიკოსის ვაკანსია, რომელიც მზეთის შეცვლაზე იქნება ძირითადად ორიენტირებული, მზეთის შეცვლაზე და იმ დამატებით წვრილმან სერვისებზე, რასაც უნდა დავამატოთ და მაგას აუცილებლად ყველაფერს ადგილობრივად შევასწავლით. მთავარია პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული და პუნქტუალური, რაც ყველაზე მთავარია. ანუ ეს სამი საკითხიდან რა თქმა უნდა ხელები სწორი ადგილიდან და რა თქმა უნდა ელემენტარული რაღაცას რომ აუხსნი, უნდა გაიგოს და სწორად გააკეთოს. მეტი ისეთი არაფერი არ ევალება ამ ადამიანს, რომელსაც მექანიკოსად ავიყვანთ და ასევე ვეძებთ ადამიანს, რომელიც სწორად შეურჩევს ამ თუ იმ პროდუქტებს, რაც შესაძლებელი იქნება იდეაში მაგასაც ადგილზე შევასწავლით. მაგრამ რაღაცა ცოდნა ყოველგვარში საჭიროა, ანუ როგორც მინიმუმ მექანიკოსაც და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც მომავალში ჩვენთან მუშაობას დაიწყებს და რეალურად დაგაჩერებას არ ვაპირებ და საკმაოდ ვაპირებ რომ განვითარდეთ, აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იმუშავებს, როგორც მინიმუმ ავტომობილი უნდა უყარდეს და რაღაცას რომ აუხსნი პირველი თუ არა მეორე სით მაინც იმასწორებდეს რა ვუთხარი, როგორ ვუთხარი და მეორედ იმის გამეორება და ახლიდან ახსნა აღარ მჭირდებოდეს. ეგ არის და ეგ მეტი დანარჩენი, ანუ პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებთან სწორი მიდგომა, მეტი არაფერი ისეთი არ გვჭირდება და ოდნავ გონება უნდა გვიჭირდეს. დანარჩენი ყველაფერი გამოვა. მოკლედ, თუ ინვეს გექნებათ სურვილი, რომ ჩვენ გულს შემოუერთეთ, მეილი აღწერაში იქნება, იმეილზე გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ანუ არ არის აუცილებელი რომ CV-ს ფორმა ქონდეს და სადაც საიტზე იპოვოთ და ზუსტად შეასოთ და გადმოგზავნოთ, ანუ უბრალოდ რა გამოცდილება გაქვთ, რამდენად გაინტერესებთ ეს სფერო და რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ ამ სფეროში განვითარდეთ ჩვენთან ერთად. ჩვენ მდებარეობთ ანუ ურიდიას 205 ნომერში, ეს არის ლოტკინი და სასურველია რომ ახლოს ცხოვრობდეს ის ადამიანი, ვინც ჩვენთან მომავალში მუშაობას ამ ფილიაში დაიწყებს. მოდი ახლა დავიწყოთ ვიდეოს ყურება, ძალიან გრძელი მონოლოგი გამომივიდა და ძალიან რომარ დაგღალოთ. წესით ძალიან უნდა ისიამოვნოთ და იმ ემოციის მცირე ნაწილი მაინც თუ მოვიტანეთ თქვენამდე, რაც მე იქ განვიცადე, ძალიან ბედნიერი ვიქნებ. გამარჯობა, შენ უყურებს ვაკაცს და დღეს წესით ძალიან საინტერესო ვიდეო გველოდება. ესე იგი, რა ხდება ახლა? თეგედა მოტორსმა დამპატიშა პეტრონასის ფორმულა 1-ის გუნდის საგულშემატკივრად. ეხლა ვჯდებით თვითმფრინავში, ვართ ქუთაისში და მივემგზავრებით ესპანეთისკენ, ბარსელონაში, სადაც დავესწრებით ფორმულა 1-ს. Mi corazón Barcelona! შიდა სამზარეულოდან ნახავთ რა როგორ ხდება და ძალიან მაინტერესებს. No video, მაქსიმალურად შევეცდები რომ ჩავძვრო სადაც საშუალება მექნება. ნახე რა დროში. ანუ აუტი მისვიათან და მე ნახავთ როგორ იწარმოება პეტრონასის ზეთი, ანუ ქარხანას ნახავთ და ქარხანა ძალიან მაინტერესებს, რომ შიგნით რა ხდება, ტექნოლოგიას რას იყენებენ, როგორ იყენებენ, რა ბაზაზე ამზადებენ და ასე შემდეგ. მოკლედ, დავიძარით და წესით ძალიან საინტერესო ვიდეო გველოდება. უცბად რეკლამაზე შემოვარდები, მორბენას ტრიქონი არ ვარ, მაგრამ შეგვიძლია გითხრა, რომ პრემიუმ ლიზინგი არსებობს და თუ ავტომობილის შეძენა გინდა, ან ავტომობილი ყავს და თანხა გჭირდება, პრემიუმ ლიზინგს გაცემის საკომისიო აქვს 0%, 1000-დან 100,000 ლარამდე შეუძლია დაგიფინანსონ. დეტალურად შეგიძლია გაეცნო ამ ლინკზე, ან აღწერაშიც იქნება იგივე ლინკი, რომელთაც შეგიძლია პრემიუმ ლიზინგის სრული მომსახურების სპექტრს გაეცნო და პრემიუმ ლიზინგი არის რეალურად უკონკურენტო არჩევანი. როცა ძალიან გაგიმართლა, თან ეს რა ქვია, ნაცნობი შეხვდა ეგრევე, გამომწერით თან. თან ესეთ ადგილზე მოხვდი. დღეს მე მგონი რაღაც ძალიან იღბლიანი დღე მაქვს. ესე თვალსა და ხელს შუა. და წესით ყველაფერი კარგად ჩაივლის, თუ დაждდა იქ სადაც უნდა დაждდეს. ესე თვითონ ჩასვლა გეჩქარება, სტანდარტული რიგი. როცა უგინდა გასაცოცელოდებოდი და გამოგიცხადა, ეს წინდა უნდა გახვიდე. ჩამოვასწრებ მაგით, ავიღე და აქედან იწყება ჩვენი ფორმულა 1-ის ტური. რა თქმა უნდა, პეტრონასთან ერთად. ეგრე გამოდის. ჩემი არის, ჩამიდეს. ფორმულა 1-ის და პეტრონას. არა, მე მგონი ორივე გაასწორებს. ესე იგი დავბინავდი და
თავისუფალი დრო მაქვს. ხვალიც ნახევარი დღეც მე მგონი თავისუფალი მიქნება. ხოდა ეხლა გადაწყვეტეთ რომ მეტროთი წავოდიალდეთ. სადმე? და რა მივჭამთ. და სადმე მივიდიო რომ ჭერი საჭმელი უნდა გაჩვენოთ, ამიტომ ეხლა წავიდეთ და ნახოთ რა შევჭამთ ბარსელონაში. და რა დაჯდება. პირველ რიგში მეტროს ბილეთი ავიღე 2 დღიანიული მიტო 18 ევროდ და შემიძლია ვიხეტიალო რამდენიც გამიხარდება. ეხლა სადოთ ერთად გავლა როგორ უნდა გავიაროთ გამოჩნდა. ტაქს, ამო ნახოთ ჩვენი ბილეთი ესე გამოიყურება. მე მგონი რაღაცა ნიტოა. დავიბრუნე ბილეთიე? იღამ შემიჭამა ჩემ. ირაღა მოვიყავ. ოშიც იმზავეთ. მეტი რა გავაკეთე. სხვათა შორის მოწესრიგებულია, ჩუმია და ყველაზე მაგარი რაც არის კარებები არ აქვს. ანუ ბოლომდეა, სხვაზნია კი არა. ესე იგი, მერვე ავდივარ უკვე აი კიბეებზე. ოღონდ, ანუ გულისხმობ იმას, რომ კიბეები არ თავდება რა, ეს მოტრიალდები ახალ. აქ თუ ჩამოვედით, უეჭველი უნდა გადავიღო თავიდან ბოლომდე ეს. ეს რა არის, ბიჭო? შახტაში გვამუშავა ეს ტიპები. ხოდა ერთ 6-7 წუთია მინიმუმ ამოვდივართ. უი, ლიფტიც ყოფილა. ბიჭო, ისე დაბლოთ უნდა ჩავსულიყავით ზევით, რაზე ამოგიყვანს. როცა შენ გშია და ხალხი ამას უყურებს. რო ჭამა და მე დავათვალიერებთ არა? მუცლის მონარო იქნები კაცი რა. კარგახანი ვეძებე. ყველაზე გემრიელი საჭმელი თვალით სადაც მომეწონა და კაი შეფასება სადაც გქონდა იქ გადაწყვეტე წასვლა და 15 კაცი მივდივართ ეხლა კილომეტრახევას ფეხით. არა, სული არ იქნება. იმედი მაქვს მართლა კარგი იქნება. ისე ვქია. ეს შეიძლება თავი მოვიკლა. შევჭამთ. წავედი. მე მგონი რაღაც კარგი ადგილი ვიპოვეთ და იმედი მაქვს როგორც გამოიყურება გემოც ისეთი ექნება. ვინმეს თუ თავბრუ დაგეხوات, არაფერი არ არის აქ თავბრუ დასახები, უბრალოდ ხაზიდან ხაზზე გადავდივართ. პროფესიას რა. არა. რეალურად ვერ გესაცვლებით ისე. ავტოპილოტით დადის ვაფშე არ ყავს მემანქანე. მუშინ დავფინავდით. და რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ მე გაცინდა და როგორც ყველა გზავნეული ტურისტი დღეს დრო გვაქვს საღამომდე რა, საღამოს არის გალავახშამი პეტრონასის გუნდთან და სანამ ვახშამი იქნება, მანამ თავისუფალი დრო გვაქვს და რა თქმა უნდა, რა უნდა აქეთ ტურისტმა, როცა თავისუფალი დრო გაქვს. ნუ გუშინ კათედრალი ვნახეთ. და მივდივართ ახლა მოლში. მოსწრათ ეს თუ რამე საინტერესო იქნება გადავიღება, მგონი მოლში რამე საინტერესო დავკვირდეს მაშინ, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც არის ჩემი აზრით და ყველაზე არას მომწონს. არის აი ეს რა. ჩვენთან ახლა ქალაქში აი ამ ხელა სივრცეს არ დაგიტოვებს არსად არავინ. ეგრევე კორპუსს დაადგავენ აი შუაში პირდაპირ. ან ძალიან ბევრია ესეთი სივრცე, ძალიან ესეთი თავისუფალი სივრცეებია, ხალხი დარბის, ვარჯიშობს, ველოსიპედი ძალიან აქტიურად გამოიყენება, ნუ რელიეფია სწორი და მაგის ხარჯზე. ეგრე ველოსიპედი ფოთშიც აქტიურად გამოიყენება. მაგრამ რაც თავარია სივრცეებია დატოვებული რა და ქალაქი შედარებით მოწესრიგებული. ყოველ შემთხვევაში ის ადგილი სადაც მე მოვიდო ჯერჯერობით. მე რა თქმა უნდა როგორც არატიპიური ტურისტი აი გამსვლელი არა ვარ, თუმცა ძალიან ლამაზად გამოიყურება და სიამოვნებით ავიდოდი, მაგრამ ძალიან ცხელი. ამიტომ აქედან დავყვავდით კადრები. ამას უყურე რა გასაეცხად გამოვატანა სად გაუჩერებია ბიჭო. ხო უთხარი მან არ დააყენო დაგვაჭარიმებენ.
ხუმრობა იქით იყოს და როცა აქ მოძრაობ, ესეთი კაი განცდა გეუფრება. ესენი ხვალი აგებენ, ხო ლევან? ბოლოში ხელით თუ არ მოკაჩი, ისე არ სწორდება ეს ხიდი. და დამწყდაო ხალხს ახლა გაუშვებდი. გაიჭრე. აბა პირველი ვინ მივა? მაგარი ბრძოლა გველის წინ და ნახე რა ხელა არ მიამოდეს. ჩვენი ფალავანები გაუშვით, შეცვიდნენ, განგბირეს 1, განგბირეს 2. გაითენ გოცანცარები. არ შეიმჩნი, დავისიცხე. ასე იგი გალა ვახშამის დროც მოვიდა პეტრონასთან. მოგვაკითხა მიკრო ავტობუსმა თუ რაც არის. და ეხლა მივამართებით პეტრონასში, კი არა და სადღაც გალა ვახშამზე, არ ვიცი ზუსტად სად. როგორც ახავდი დაგვირიგეს ბეიჯიკები, მაისურები და ეხლა მივემართებით ტრეკისკენ, სადაც პეტრონასის ზონაში იქნება გალა ვახშამი. ანუ ოღონდ ვახშამი იქნება რა, ეს პროსტა ვახშამი კი არა. აი შავი სპრინტერები იყავთ მოყვანილი, ამას გაუშვებდი თბილისი ბათუმზე ბიჭო. დასტაწერდა. გაუკეთები ხუთი. როგორც ხვდები, ეს არის ვარჯიშებიდან მომავალი მაყურებლების საცობი. და ძირითადად მაისურები და რაღაცებით მოძრაობენ. ანუ ვარჯიშებზე დადის ხალხის აღულებით. ხალხი როგორ დაყვება. რომით არიან ჩამოსული სახლი მანქანებით. წინა ღამეს მოდის, რომ მეორე დღეს შეჯიბზე იყოს, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებენ, ვერ შემოწმოს. სავარაუდოდ ეგრეთ რომ ან კარგი ადგილების დაკავებას ჩაძიჭო. და გამხელა კემპინგია წინასწარ მოწყობილი. ამათო. მე თუ გორე ჩილაუთობენ. როგორ სპალნიკებით მოძრაობენ ძმები. ვიდო ცხალს უდუღებს თუ რა შეიძლება ეს ყოველ წუთში ერთხელ ვერ გავიგე. ესე იგი ჩვენ ძღოლს ცოტა მერყევი ხასიათი აღმოაჩნდა, გვაბოდიალა კატალონიის მასშტაბით და როგორც იქნა სწორი გზით მოდის მე მგონი. ყოველ შემთხვევაში თვალებით გავს. პრეზენტაცია ქონდა პეტრონასის შესახებ. რეალურად დეტალური პეტრონასის საკითხი მაინტერესებს, ანუ პეტრონასი როგორ მუშაობს ფორმულა 1-ში, მაგის პრეზენტაცია იყო. რეალური მე რაც მაინტერესებს, ხვალ იქნება წესით ქარხანა, ხო არა, ზეგი იქნება ქარხანაში, ნუ თქვენთვის რამდენიმე წუთში. შევთვის ზეგი. და მანდ გავარკვევთ ზუსტად უკვე იმ დეტალებს, რაც მე მაინტერესებს პეტრონასის შესახებ, თუმცა იმას გაცილებით დიდი ბრენდია, ვიდრე საქართველოში ვინმე წარმოუდგენია. და ძალიან მიხარია რომ მე დღეს აქ ვარ. ძალიან მიხარია. წავედი ახლა მე ცოტა ფილტოს ვაწვალებ. ვახშამის დაიწყება. კიმი ანტონელი მოვა წესით. ავტოგრაფებს ავიღებთ, ავტოგრაფებს დაგვირიგებს და პლუს რაც ორი სიტყვით გავესაუბრებით. და დღევანდელი დღე მე მგონი ესე სუბუქად ვახშმით და გართობით ჩაივლის. ვახშამზე ვართ დანობრილი მაგიდებით და სიით ხდება შეშვება. 12 რომელია? ეგრე დამხვდა, მე სხვა რამეს უღავი მქონდა. მე მოვიდეს. ხო, თუ მოვა, ხო, წერამეც მოვისმინე, თუ მოვა. თუ არა და მიშო. ამით შემოვიფარგლები. ივენცე თვალსა და ხელს შუა. PSG ინტერის ფინალსაც ვუყურებთ და თან ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ კვარა ლიგის ჩემპიონი გახდება. მაგრამ სწორებს. სამწუხაროდ გადაღება ვერ მოასწარი.
გოლის მომენტის და ემოციის. PSG-მ პირველი გოლი გაიტანა მე-11 წუთზე და აქ ცოტა ქართული ცივილ-კივილი ხავილი გქონდა. დანარჩენი მართალია გაოგნებული ვიყურებდნენ რა ხდებაო. მაგრამ ქართველების რიამული მოეფინა მთლიან კატალონიას. მეთაჩება რა პოეტური. მოგლეთ ეხლა ვზივარ, ესე ჩემთვის უკან ტრასა მაქვს. წინ საკვები და სასმელი. ზევით ტელევიზორი და ამ ყველაფერს ვაკეთებ შუა კატალონიაში და იცით რა მაინტერესებს ყველა დაწერეთ ყველაზე უცნაურ ადგილას სად გინახავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ანუ სად იყო ეგ ადგილი, სადაც არ უნდა ყოფილიყო იქ ლიგის ფინალი და ზედმეტად კარგი რამე გამოვიდა ფინალი ამ ყველაფერთან ერთად. ყოველ შემთხვევაში ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი რამე გამოვიდა ეხლა ფინალი. მზეს ვერ ხედავთ, მაგრამ მზის ჩასვლასაც დავამატებდი კომბინაციას. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. არაუშავს. 2-0. აუ აქ იმერე საგიჟეთი ხდება. ჩვეულებრივი საგიჟეთი ხდება. მართალია ჩვენსგან ამერიკებს რა გვიხარია, მაგრამ დესერტად გებისგან განსხვავებით ტრანასი აწერია, მაგრამ იჭმევა. რა თქმა უნდა, განადება ისევე მოსარი, მაგრამ პირველი ქართული გოლი იყო ლიგის ფინალში, ხო? პირველი ქართული გოლი ლიგის ფინალში. და თან ის არის, მეოთხე უკვე ესეთი გარანტია რა, რომ შეიძლება გაუმარჯოს ნამდვილად. გაუმარჯოს პარას. მოგეთ PSG-მ მოიგო და კვარა ლიგის ჩემპიონია, საფრანგეთის ჩემპიონია, იტალიის ჩემპიონია წელს. და ეხა სუპერი დარჩა და რატომაც ეჭვი მაქვს რომ მანდაც იგივე განმეორდება. თქვენთან იგეგმება რაღაც გათამაშება. ნახოთ. ორი კაცი მოიგებსო პადოქსში ფორმულაზე დასწრებასო. Thank you. თვალსა და ხელს შუა ჩემი ბილეთი ამოვიდა. მოსიარულე იღბლის ბუკეტი. დიახ, მე გახავთ მოსიარულე იღბლის ბუკეტი. აბა ეხა მეორე ვნახოთ, მეორე გამარჯვება. მე ვარ მეორე შეხარა დავაწავედ და ურა! თელი დღე ხალი პანდოქზე უნდა ჩავიდეთ ხო რა? თელი დღეა დავდი ხარი მასეული ხარაბასეული უთხარ ჩავიშვა და ბოლოს ჩემი იღბლიანი ბილეთი. ესე იგი ხვალ ვიდეო გვექნება პადოკიდან. ჩემთან ერთად შესაბამისად 60,000 მაგაც მოიგეთ მინიმუმ. ამიტომ ყველას ერთად გვექნება საკმაოდ საინტერესო ვიდეო ხვალ პადოკზე ხეტიალის. იმედი მაქვს პიტლენში არ ვიბოდიალებ, მაშინ როცა მაქარა შემოვა. პირველი ქართველი არ გავხდები, რომელიც ფორმულა 1-მა გაიტანა. მოკლედ დღევანდელმა ვახშამმა ესე წარმატებით და სასიამოვნოდ ჩაიარა. PSG-მ მოიგო. კვარამაც მოიგო, დაჟემეც მოიგე. რაღაცა მაინც. მოკლედ ძალიან კაი დღე გამოგვივიდა და ამ დღის გაგრძელება გვექნება ხვალ ძალიან საინტერესო. ეს კი წავედით თქვენთვის 2 წუთში. საინტერესო დღეც იწყება. როგორ მოგწონთ აბა ჩემს თავზე კეპი და თან მერსედესის და ტანსი AMG-ის ზმანი თავის პეტრონასიანად. ეგეთები ხდება. დღეს მოკლედ ეხლა მოვიდნენ ბილეთები დაგვიდგეს ფორმულაში. ამ ბილეთით შევდივართ ჩვენს ლაუნჯში და ბარემ აქვე სანამ ფორმულაზე წავალთ რა. ეხლა დიდ რო დავხედე. მოკლედ ანტონელის ხელმოწერით მაქვს 2 ნივთი. ერთი არის ბარათი, მეორე არის ესკე. ბარათი პირდაპირ წინას არ გადაწყვეტილი მქონდა ვისთვისაც უნდა მეჩუქებინა და ჩემს ვაკაც ვაჩუქებ, მიშო გილოცავ აქედანვე და ეს კეპი გადაწყვიტე რომ მოდი გავათამაშოთ. მაქსიმალურად შევეცდები რომ ეს წარწერა არ მოვაცილო და ისე ჩამოვიტანო და მოდი როგორ ვქნათ იცი? მოდი გათამაშების მეთოდს მოვიფიქრებ ვიდეოს განმავლობაში და ვიდეოს ბოლოს გეტყვით როგორ ვათამაშებთ ამ კეპს. ეხლა მოვედით. შევდივართ ჩვენი ტრიბუნისკენ.
და ერთი რაც ვეჭველი ვიცი, კაი მზია. და შეიძლება ხანში გამოჩნდება რა ის. Congratulations. Thank you. I must get up here. Okay. ეს ჩემი დამსახურებული საჩუქარი ტაში აკლია რა. ზოგადად ტაში აკლია რა. ერთო ჩემო რა ბედნიერება. მადლობს. Thank you. Okay. Opa, პადოქის პასიც მესმის. საკმაოდ ისე გამოიყურება საინტერესოდ. ურმესი მადლობა პეტრონას. პეტრონას მენეჯმენტი ჩამიყვანს პადოქში. გვანახებს იქ როგორ შეგვიძლია ბოდიალი, ახალი კუდის გადმოცეს, რომელიც რაღაც ქვედა პადოქში მოსიარულე ადამიანებს ყველას წვანი უნდა ეხუროსოთ რაღაც ეგეთი მითხრეს. ბოლომდე ვერ მოვისმინე, რომ საგიჟეთი იყო. ეხლა ჩავალ პადოქში. ამისიან სად შეიძლება ვიბოდიალო, სად შეიძლება არ ვიბოდიალო და მე მთელი დღე გრიალი. მე და კეპკა რაღაცა ნიტოვარ რა. თავი ამათ ეხლა ჩემთავს რო უყურებ ამ კეპკაში პრინავი მარიო მგონია. თან სუქარი პრინავი მარიო. ახლა ძალიან საინტერესო იქნება პადოქის გამოცდილება, იმიტომ რომ ფორმულა 1-ის პადოქში არასდროს არ ყოფილვარ ნამდვილად და მე მგონი ჩვენ აუდიტორიასაც არავის არ უნახავს იქ რა ხდება რეალურად შიგნიდან ქართულად. ეს უნდა გავაძრო ეხლა ეს რა იციან ხოლმე პირველი ქართველი ვარ ვინც აქ მოხვდი და პირველად საქართველოში პადოკიდან ჯერ არავის გადაუღია იქ კარგ წავედი. ეს ადგილიდან გაჩვენებთ ბევრ ძალიან საინტერესო რაღაცას. სხვათა შორის რამდენადაც მე გავარკვიე ბოლის დროსაც შემიძლია ჩავბოდიალდე პადოქში და იქიდან უბრალოდ შემატკივრო ბოლელებს და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ასევე მე მგონი. ესაა ჩვენი პადოქ კლუბი, აქედან გადავდივართ უკვე პადოქში, სადაც არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ყველა ერთად ვრახავთ. ყოველ შემთხვევაში მე მგონი ძალიან გამიმართლა რომ მოვიგე აკაური ტური. ახი ფოტოებს ვიღებ, ნუ ესე შევიძლია უფრო. მეგონი კაი რაღაც მოვიგე გოში, მაგრამ აქ მარტო ყოფნა მაგრატი. ას, კაი, წამოდავთვალე რა ხდება და მე გავარკვევთ ამ მიკროფონში რაც გვასმენინებენ. ახლა რა ხდება? ვარ ხასი. და ამაშობს ერთობა. ნუ რა თქმა უნდა, ბუფეტი ხა ჩაოლებრივი ამბავია. ყველაც ჩაოლებრივი ამბავია. ეკია და ეს ჩაოლებრივი ამბავია. დალევის პონტია ოხრად და გამოგვაგდეს აკაო შენაო რო შემოხვედიო ჯიგარო ვისაკითხეო მე უთხარი არავისთვის მიკითხავ აკაო ნაღდიო ფორმულა 1-ის ფანები დადიანო მოგეთ ეხლა ჯერ ბოლომდე გავიდე დავათვალე რა სად რა ხდება საიდან გავამაგდებენ საიდან არ გავამაგდებენ ეგენი გავარკვიო და იმის მიხედვით გავერთო მე ყველა ბრენდს საკუთარი კლუბი აქვს. აქ ალპინას კლუბია, ალბათ იქით იქნება გარედან განლაგებული ისე იყო ქვევით მაგიდები. მაგიდები კი არა და ეს ბოქსები. და სავარაუდოდ იქით უნდა იყოს მე სადღაც პეტრონასის შორს. აქ ჯერ არამყო, ასტონ მარტინი და ეს რა ქვია, უცხოებს არ უშევენ. მხოლოდ შინაურები შედიან შენ კლუბში. რაღაც რეგისტრაცია გავიარეთ, რომელიც პენტაგონი გავტეხეთ ფაქტობრივად. ცოტა გადაგვაქვს. მაგრამ პენტაგონი გატეხილია. წავედი ხა დავათვალიეროთ AMG-ს ლაუნჯში რა ხდება. თლიანი ეს ტური არის მოსიარულე იღბლის დემონსტრირება, არ ვიცი, თუ თვალი არ მეცეს, რავი, ხეს ჩავარდხა, მეზობელი ცემოთრავ კრა, არ ვიცი, მაგრამ თლიანი ეს ტური არის, ესე იგი, ჩემი
იღბლის დემონსტრირება. ესე იგი, არაფერით არ დაგვისახურებია, რომ პროსტა მოვიგეთ გუშინ პადოქზე მოხვედრა და რომ არაფერი განსაკუთრებული და ეხლა აქ ვინც დაგვხვდა ასე ვთქვათ მენეჯერი აკაურობის, გამოგვიშვა და პირდაპირ აი ამ ადგილას დაგვსვა რა. უბრალოდ ჯერ სხვა ადგილი იპოვა. და მე წამოვა ჯერ იქ დაჯექითო. ეხლა ანტონელი უნდა ამოვიდესო, მაგრამ მან დეკრება სიტყვით გამოსვლაო რა. შეხვდითო. და მე გადაგიყვანთო და მე მიირთითო რა სამზარეულოს საქმეა. მაგიდესა მე დასხედითო და აი ესე ამდენი ხალხია და რატომაც კიდე ერთხელ იღბლის ბუკეტი გავიჩიტე და ასეთ არაჩვეულებრივ ადგილზე ამოვყავი თავი. ძალიან მიხარია. ესე დასრულდა პრეზენტაცია, როგორც გითხეს 7 წუთში კემისაც ნახავთ და მე გავაგზავნებთ დღევანდელ ივენტს. რა დღეს მგონი საკმაოდ ესეთი საინტერესო დღე გამოგვივა ძალიან. ცოტა ხანში დაბლაპიტებშიც შევბოდიალდებით. რაც კარგია რა. აი ეს ჩაჩილაუთებული ელოდები პირდაპირ აი შესწი როდის მოვა ფორმულა 1-ის ბოლელი და გეჭორავება თავის მომავალზე. ძალიან კაია. ტროლინგზე გადავიდეთ რა. მიშოს უნდა მიწერო ვის გულშემატკივრებს და ნახოთ რას გვიპასუხებს. მოკლედ მიშომ არ მიპასუხა. გავიდა რამდენი წუთი? 10 წუთი უკვე გასულია რა. ხოდა მიშო გეპასუხა. მე რამდენიც უნდა დაგემართოს, გეპასუხა. Silver Arrow racer Andrea Kimi Antonelli, 22 wins out of 30-odd races in 2022, a double championship win in Formula 4, skipped Formula 3, went into F2 for 1 year, and now here we are in the world of Formula 1. Indeed, the pedestal of fame. Kimi, welcome. Hello everyone. ველოდებით უკვე წესით ჩავმოდიალდებით პიტლეინში. ისე ფორმულაზე ბუს კონტროლერი რო გადავატრიალო რა მოხდა. ასაბურებში წავამე რო დაურეგულიო. დღეს რა მოხდა მე არ დაამბრო წინასწარ მე არ ფშოში არა. ჩემზე დაქნებულების ბლომად არიან აქ. და აი ეს კეპკა არ არის ჩემი საქმეებისი. კეპკამ ტინი წაიღო თან. მეორე კეპკას გასაყრელია აქ რა, შპილკებით არის. იმას კამარზე ვიკიდევდი და ამას ვერ ვიკიდებ ერთსა და მინდა რომ დავიკიდო ამ დროსთან და არ მინდა ეს თავზე არ მივოცება რა კეპკა. არ არის ჩემი საქმე. ხოდა დღეს ესე იგი მე მაქვს ყველანაირი საკვების დატესტვის დეგუსტაციის დღე. ესე ვიწყებ. იმედია რამე ისე არ შევჭამო რომ მოვიწამო და აქედან ვეღარ წავიდე. სანამ გარეთ ხალხი ემზადება პოლისთვის მე ვარ რაღაცებს სადაც მივირთვე რა. ჩავდივართ წესით პიტში. მე თავარია კამერა არ დამიждდეს, თორე შეიძლება თავი მოვიკლა. ეხლა დამეწერა, ანუ დამატებითი ელემენტი რაც მიღენია დაждაო და იმედია კამერა გადარჩება. No video, so you need to put that. No video? No video, no photo, nothing. როგორც იქნა ვიდეოს გადაღების უფლება მომწეს. აი, ხოცა მოდარის მერე და ესე გამოიყურება 2 წამის წინაქმართელი ფორმულა 1 იდგა რომელიც ვერ გადავიღე. თუმცა ესე გამოიყურება შიდა პროცესი, ამ წუთას ბოლოზეა გასული ორივე პილოტი და მონიტორში ჩანს მხოლოდ რა ხდება. ეს ამბავია პიტლეინში. და იქით მაქსიმალური ჭრილეთაა. ესე ჩვენი პილოტი. მოკლედ ტენგო 4 საათი არ მომწევია რა. ტენგო რა. აუ ეს კეპკა მეზიზღება, იმენა პრინავი მარიო. 4 საათი არ მომწევია ცუდად ვარ. და აქ არ მაწევინებენ არავინ ჯიგარო, ანუ არ შეიძლება და ველოდები ერთ სული მაქვს. რომ მოწევის შეშორება მომწე. მაგრამ და ესეთი ამბავი აქვს აქ.
ზურგზე მაინც დააწერეთ სახელმწიფოები რო გავიგეთ ვინა. კოლგატი გავიგე. თეგო რა თქმა უნდა არც ეს არ უნდა ჩასვა. თეგო ეხა იდეს ისა საერთოდ ჩასვას და მე ანათემას გადავცემ ყველა ეფერტის მოყვარული. სვიც კოლგიანისათვის მე როგორც ხვდები ეგ არის პილოტი. ხოდა კიდე თუ ინეს კოლგიანსა დავინაღო გადავიღებ. კარგი ჭაბა არ დამაცადეს. სიგარეტს არ მაწევინებენ. და თან მატყობენ მაგარ პონტში ხარო. ისა ეხლა ვიღაცის იმისა გავს. არა არ ვარ რატო ჩაირო იმნია. მოკლედ არ დაიჯერებთ, მაგრამ მოვახერხე და ფორმულა 1-ის პიტლენში დავისვარე. ანუ არაფერს არ შევხებიო რა ვაფშე. ბოლტების მოჭერა მოშევაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ვინ მიშვედა მე მათ ბოლტებთან. ნახე რა დღეში. რანაირად თქვენი ვერ მივხვდი. ანუ ტაუტი მისვია თან. და საიდან ვერც ეგ ვერ მივხვდი. შემე. კეპკაც დავსვარე, მე მგონი შარვალის დასრული მეკნები. და არც მაიკას დავაკლებდი. ბიჭო იქამა გვერდზე და არ მივყუდები ვარ აშკარად არაფერს. Has kept his foot in the mix as well. Fantastic start there for both of the McLarens. Who seems to be Norris, sorry, into third position already. George Russell hanging around us outside of his old. მოვინოცილეს ლაუნჯში. ცოტა წავიხემსებ და აქედანვე უყურებ ბარემ ბოლას. გადავალთ უკვე ჩვენ ხარეს, ჩვენი დანარჩენი ჯგუფის წევრები სადაც არიან. ასე იგი ფორმულა 1-ზე ვარ თუ რესტორანში არ ვიცი, მაგრამ ეგ გადავედით დესერტზე. ჩვეულებრივია რა გუში ფეხბურთს უყურეთ ეს ამ კონდიციაში ეხა ფორმულას მოგეთ მადლობა ოდესმე ამას თუ ვიტყოდი ვერ წარმოვიდგენდი მაგრამ მადლობა Mercedes Petronas და თავის AMG-რა ტრანსპორტი აი მას არ ვიცით როგორ დავსვარი არ ვიცი Petronas-ის Paddock Club Lounge-ს ვემშვიდობებით და გადავდივართ Petronas-ის ჩვეულებრივი ლაუნჯისკენ იმიტომ რომ სადღაც ბოლა დასრულდება და გასვლა რეალურად გვაქვს ბოლის დასრულებიდან და დაახლოებით 20-ში აქედან ფიზიკურად გადავალ. ამიტომ ცოტა გაადრევად დავიძარი. იქ გადავიღებ ბოლის დასასრულს იქიდან უკვე და იმედი მაქვს რომ ოცინავე პოზიციებს დაიწყებს. სამწუხაროდ გემი გზიდან გადავიდა ძალიან ცუდ მომენტში. Okay. და გამოეთიშა შესაბამისად ბოლას. ასე safety car შემოიყვანა და შეანელებენ ახლა ყველას. ძალიან სამწუხაროა. Petronas არ გავუყარდა. სამწუხაროდ მაგრამ რასელი რჩება ბოლოში. მეხუთე ადგილზეა და რაღაცის შანსები მაინც არსებობს. თუდია. ესე იგი, რაღაცა საჩუქრები მოგცეს ასევე Petronasში. Yeah. Oh, Ramagaria. It's so cool. It's beautiful. Okay, ამას ვიცი სადაც დავდებ. ესეთივე გვაქვს ჩვენს და ძალიან მიხარია, ძალიან ლამაზია. ანა რომელიც გზიდან გადავარ და გამოიყვანეს ევაკუატორით სამწუხაროდ და შესაბამისად გამოეთიშარ ბოლას. სამწუხაროა. ესე იგი, იმდენი ხანია. გადმოდივართ, რომ ბოლა დასრულდა. ესე იგი, ბოლა დასრულდა. სამწუხაროდ
პეტრონასი ვერ მოხდა პოდიუმზე და აი კაი დაჯილდოება რა ხე აი პოდიუმს ხედა ზევით და მაგიტოთ ტრეკზე მარათონი მოწყობილი. ავა შეხედე რა ხდება. რა ამბავი ხალხი. მოკლედ დღევანდელი ფორმულა 1-ის დღე, მოდი ამით დავასრულოთ. სუსვეთ თავიდან ბოლომდე. 1-10 წელი რაც არ მივარჯიშია, დღეს ვივარჯიში. აი რაღაც სუნთქა. და ხვალ დაგიბრუნდებით და ვიდეოს ბოლოს არ გადაახიოთ რას ვათამაშებთ ერთი ადგილის გარდა ყველას გეცოდინება და საკმაოდ ბევრი პრიზი დავაგროვე და ყველაფერს გეტყვით რა როგორ რანაირად და როგორ შეიძლება რომ მოიგოთ ეგ პრიზები იმიტომ რომ აქ ჩემი წამოსვლა მარტო ჩემი წამოსვლა ხო არა ხა ყველასთვის მოდიო მე ეგრეთ იმედი მაქვს ყველაზე აისახება ეს სამოსვლის. Просто აი ვეღარს რაც მთელი 27 წელი არ მივარჯიში, აი სამ დღეში ვიარე. 30 კილომეტრი ფეხით ისება დავიწყე სამ დღეში როგორც არაფერი. ესე იგი 1 საათია ჩვენ წამოვიდით საცოვში. და ეს არის ავტობუსის რიგი. ანუ ავტობუსი ელოდება ეს ხალხი, ალბათ ეს რიგი სადამდეა, სად თავდება არავინ არ იცის. აქამდე ახლო, მაგრამ აი ბოლოსა და აქ არავინ არ იცის. და რამოდენია ვასებთ ფორმულაზე. ახლა არა სპორტი როგორ უნდა გიყვარდეს ისე რომ აი ეს რიგში დადგება. ერთმა შეარგოს ამ ხალხს ყველას. დინი ხალხი და როგორც იქნა გათამაშების დროც მოვიდა. ესე იგი, ვათამაშებთ რას? იმას რაც გვეგონიათ. ვათამაშებთ პადოკის აქსესის პეიჯის, ანუ რეალურად ეს არის სუვენირი, რომელიც ესე არ მოიპოვება. ეს კონკრეტულია, ნახეთ, მეორე გვაქვს, რომელიც სტენდზე დევს და ყოველთვის ჩვენთან იქნება და ყოველთვის აქ იქნება. ის არის, რომელიც მე მეკეთა. ეს არის, რომელიც პეტრონასის წარმომადგენელმა სპეციალურად თავის საკუთარი პეიჯი მომცა, რომ ჩვენი გამომწერებისთვის გაგვეთამაშებინა და ეს არის კონკრეტულად თქვენთვის გამოგზავნილი იმ ივენთიდან, ანუ გახრეტილია, გამოყენებულია და რეალურად ივენთზეა ნამყოფი. ჩემთან ერთად პეტრონასის წარმომადგენელი ვინც ჩანს ვიდეოში, ის ბეიჯიკია, რომელიც იმ ადამიანს ეკეთა და კონკრეტულად ჩვენი გამომწერებისთვის გამოგზავნა. აი ამოვალაგებ, რასაც ვათამაშებ და მე რეგეთყვით, სად რას როგორ გავათამაშებ. ესე იგი, გვაქვს ფორმულა 1-ის ტაუტიანი კეპი, რომელსაც სპეციალურად არც გავრეცხავ და ალბათ ვინც მოიგებს ამას, არც იმან არ უნდა გარეცხოს, მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში. მე ამას არასდროს არ გავრეცხავდი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალო კეპი, ეს არის ის სუვენირი, რომელიც ერთი ძალია, უნიკალურია და ექნება იმ გამარჯვებას, რომელიც ამ კეპს მოიგებს. ეს არის მეორე კეპი ანტონელის ავტოგრაფით, რომელიც ასევე უნიკალურია და სულ რამდენიმე ცალი არსებობს მაგ ივენთიდან და შესაბამისად ესეც კონკრეტულად ესეთი უნდა შენარჩუნდეს და არ უნდა გაირეცხოს ჩემი აზრით, ეს მეორე კეპი და ასევე თითო ბარათი ანტონელის და რასელის ავტოგრაფებით. ამ ყველაფერს ახლა როგორ ვათამაშებთ? მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ეს ვიდეო რომ დაიდება, ამ ვიდეოსთან ერთად TikTok-ზე დაიდება ერთი ვიდეო, რომელიც რეალურად პირდაპირ ახლა რა გვაქვს დასამალი, იქნება ამ სივრცის შესახებ და მინდა რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ სივრცის შესახებ, იმიტომ რომ ამ სივრცეზე არის დამოკიდებული რეალურად ჩვენი არხის მომავალიც და ძალიან ბევრი რაღაც. ამიტომ აქ უკვე თქვენი გვერდში დგომა დაგჭირდება, თქვენი დახმარება, პირველად გთხოვთ საერთოდ დახმარებას, იმიტომ რომ არ მithოვია გამომწერებისთვის მსგავსი არაფერი. ამ შემთხვევაში რეალურად დახმარება მჭირდება, რომ ეს საქმე განვითარდეს და ამ საქმის განვითარება პირდაპირ არხის განვითარებასთან არის დაკავშირებული, ეს პირდაპირ გადაჯაჭვულები ვართ ერთმანეთთან, შესაბამისად, თუ ეს ყველაფერი განვითარდება, არხიც კიდევ უფრო წინ წავა და ჩვენს რეალურად მეტის შესაძლებლობა გვექნება, რომ მეტი საინტერესო ვიდეო გადავიღოთ, იმიტომ რომ როგორც მოგესალმებათ, საინტერესო ვიდეოს გადაღება საკმაო ბიუჯეტები ჭირდება და საკუთარი ძალებით, რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ ის, რომ ბიუჯეტი შეძლების დაგვარად გაიზარდოს და ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს გავიზარდოთ. ამიტომ TikTok-ზე გათამაშდება ბეიჯიკი. ბეიჯიკი გათამაშდება მაგ ვიდეოს, ანუ ამ ვიდეოსთან ერთად დადებული ვიდეოს კომენტარებიდან. ვიდეო უნდა გქონდეთ გადაზიარებული, დასეივებული, მოწონებული და კომენტარი დაწერილი და რა თქმა უნდა TikTok-ის ჩვენი არხი გამოწერილი. ვისაც არ გაქვთ TikTok-ი, მაგ ხალხს გული არ დაგწყდეთ და ჩვენს გამო TikTok-ს უნდა არეგისტრირებთ, უბრალოდ ვისაც გაქვთ და იყენებთ იმ ადამიანს
ადამიანებთან მაგ ეკითხონა რომ მანდ მაქსიმალური აქტიურობა გამოვიჩინოთ მაგ ერთ ვიდეოზე. ვისაც არ გაქვთ TikTok-ი, ჩვენ YouTube-ის გამომწერებისთვის საკმაოდ ბევრი საჩუქარი გვაქვს. ესე იგი, აქვე საჩუქრებსაც შეეხება. მაისურები ამ თვეში დარიგდება, ვისთვისაც ჯერ არ მიგვიცია. Mercedes-ის გათამაშების მაისურები და Mercedes-ის გათამაშება ისევ ძალაშია და მალე Mercedes-ის აწყობის ვიდეოსაც იხილავთ, ესეთ პატარა სპოილერი გამოგვივიდეს, ბარემ. ესე იგი, თითო ადამიანზე გათამაშდება ესეც და ესეც. ანუ 4 გამარჯვებული გვეყოლება ამ ვიდეოზე და ამ 4 გამარჯვებულს გადაეცემა თითო საჩუქარი. რა თანმიმდევრობით? აი, მაგის წარმოდგენა არ მაქვს ეხლა და მოდი თანმიმდევრობაც რენდომზე დავტოვოთ, ანუ რენდომაიზერი როგორც აირჩევს, უბრალოდ ანუ გადავიღებთ მაგას როგორ ვათამაშებთ რეალურად და პირობითად ამის პირველი გავათამაშებთ ამ ბარას და იქიდან ავირჩევთ გამარჯვებულს, მერე გავათამაშებთ ამას, მერე ამას და მოკლედ ესე ავარჩიოთ რენდომზე გამარჯვებული. ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ეს ჩემი ტური მხოლოდ ჩემ ტურად არ დარჩეს და ბევრ ადამიანს დარჩეს სუვენირი იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებიდან, რომელიც მე მივიღე. მოკლედ ესე იგი, YouTube-ის არხი რა თქმა უნდა გამოწერილი უნდა გქონდეთ, კომენტარი უნდა დატოვოთ და ვიდეო მოიწონოთ იმისთვის, რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ. ესე იგი, საათზე მეტი ობესაცობში ვართ რა. და საცობი არის უკიდეგანო, ეს რაღაც ჩასული მოვიდაჟე, სიგარეტი მოძი ისეთ საცობი. და მთელი პრიკოლი ეცეთ რაშია? მთელი გზა აი საცობი. აი ეს ერთზოლად მოვიდივართ. და არავის არ ჩაუვლია, ანუ ერთ მანქანასაც არ ჩაუვლია, ერთსაც. ერთი ქართველიც არ გაჩერდება. და ჩვენთან რომ ეს საცობი იყოს ახლა, აი საიდან ვინ გადაგივლის ვერ გაიგებს, საიდან ვინ შემოძრება. რო გითხრათ რომ საცობში დგომა მაგრა ასწორებს რომ მოგატყუოთ, მაგრამ აი ხა ვიღაცები დადიოდნენ, ბევრი დიდი საცობი იქნება. და მეორე გვიან გავიდა. ჩამოვაქცეთ პეტრონასის ქარხანაში, ბარსელონაში, უბრალოდ ბარსელონაში ცოტა მოშორებით არის. შეგენ შევადო დავათვალიერებთ რა ხდება ძალიან მაინტერესებს. და ხა ესენი შავი ზეთი აქვს და ამას ამუშავებული, ხარ შავი რაჭა. ქარხანაში შევყავ ეხლა რა ზეთი უნდა ამომარევინონ მე პასპორტები ჩამოგვართვეს თუ ვეღარ დაბრუნდი ესე იგი სადაც ესპანეთში პეტრონასის ქარხანაში ზეცხარ შავ საკუთარ ფეხსაცმელზე წამოცმული კიდე დანამატი ფეხსაცმელი და ამას ცხვირები აქვს დაცული რა რამე რო ჩამოვარდეს და ფეხი რო შეყო არაფერი ვერ მოგივიდეს პლუს სათვალე სპეციალური დამცავი და ამრეკლი რო ჩანდე და всё ეგა ვიდეოს არ მაღებინებენ და ეს რა ქვია შიგადაში რაღაცებს ხულიგნობო თუ რამე გამოვიდა იქით არის საწარმო შეგით და იქო არაო აქ არის სულ საწყობი და ნუ იქით უზარმაზარია ეს საწყობი და გრძელდება ბოლომდე. მოკლედ ესე დასრულდა პეტრონასის ქარხნის ტურიც. სხვათა შორის საკმაოდ ისეთი კმაყოფილი ვარ. დაცულად აქვს ტექნოლოგიები, სუფთად აქვს რაღაცეები. შანსი არ არის რომ იქ ჭუჭყიდა რამე მოხვდეს შიგნით. შერევის მექანიზმიც ისე აქვს დაწყობილი რომ შანსი არ არის რამე აირდაირიოს. ვინმე ძალიან გზააბნეული უნდა იყოს რომ რაღაცებს ყველაფერს თითი დააჭიროს და შემთხვევით არიოს. საკმაოდ ყოფილია. სხვათა შორის ბევრ ქარხანაში ვარ ნამყოფი და ეს არის რა ქვია. აი, ნუ საუკეთესოს ვერ დაარქვევ, მაგრამ საკმაოდ კარგი წარმოება აქვს. თან ეს არის ესპანეთის და იდეაში ყველაზე პატარა ქარხანაა პეტრონასის. ესე იგი, სამწუხაროდ ქარხანაში ვერ გადავიღე რაღაცები, ვერც ქარხანაში და ვერც რეალურად პიტ სტოპში, ანუ მანქანების მომზადება, პილოტების ჩაჯდომა, ავტომობილების გასვლა ბოქსიდან, ეგ ყველაფერი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში აკრძალული მქონდა გადაღება და არ ვიხულიგნე. ცოტა რაღაცები პეტრონასის ქარხანაშიაც არ გადაღებული, ეგ უკვე ხულიგნობის შედეგია, იმიტომ რომ მაგის გადაღებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ ნუ ისეთი კონფიდენციალური არაფერი გადამიღია რა, ანუ რეალურად ქარხანაში გადაღებას გიშლიან, მაგიტომ რომ ანუ ქარხნის ტურში იყო ორი სეგმენტი რა, ერთი იყო ლაბორატორია, სადაც რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, ანუ როცა მოკლედ ყველა ზეთი იწარმოება დანამატისგან და ფუძისგან, ანუ ბაზისგან, ასე ვთქვათ, და რეალურად ყველა ზეთი სანამ სერიულ ჩამოსხმაში წავა
იმ კონკრეტული სერიული ჩამოსხმის პირველ ეტაპს იღებენ ბაზას, იღებენ დანამატს, ურევენ, რა თქმა უნდა, ამზადებენ ზეთს, ამ ზეთს ამოწმებენ ლაბორატორიაში და მხოლოდ იმის შემდეგ როცა გაივლის ეს ზეთი, ასე ვთქვათ, ლაბორატორიის დასტურს, რომ ის ზეთი არის ყველა იმ დაშვების და იმ მონაცემის, როგორც უნდა იყოს, მხოლოდ მერე მიდის სერიულ ჩამოსხმაში, ეგ ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი კომპანია მაგას არ აკეთებს და რაღაც კონკრეტული ფორმულა რაც აქვს შემუშავებული ყველა ახალ ზეთს, იდეაში ბაზას და დანამატს პირდაპირ ურევს ერთმანეთში და პირდაპირ სერიულ წარმოებაში უშვებს. ამ შემთხვევაში პეტრონასში ეგ ძალიან მომეწონა და რეალურად ეგ გახდა მთავარი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტე რომ პეტრონასი უნდა გქონოდა. იმის გარდა რაც ვახეთ ეხო პეტრონასთან ერთად, ეგ იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტე რომ პეტრონასი უნდა გქონოდა ჩვენ და ჩვენც უნდა შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. ცალ-ცალკე მე დეტალურად გადავიღებ ყველა პროდუქტთან დაკავშირებით ვიდეოს, მაგრამ ეგენი უკვე მომავალში იქნება, შორტში და TikTok-ზე ძირითადად. რაც შეეხება ქარხნის ტურს, ასევე წარმოების ტურიც, ნუ ეხლა ჩემი აზრით იქ განსაკუთრებული და კონფიდენციალური არაფერი არ ხდებოდა, ჩვეულებრივი საწარმოო ხაზები იყო და საწარმოო ხაზებში ავტომატიზაციით ხდებოდა ყველა პროდუქტის წარმოება, თუმცა რატომაც არ გადავაღებინეს და ნუ მაგაზეც ჯანდაბას რა ვქნათ. მოკლედ, სამწუხაროდ ქარხნიდან დეტალური ვიდეო ვერ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს ეს არის და სიტყვაზე მენდეთ რომ ნამდვილად ესეთი ხარისხიანი წარმოებას რო არ შევჩეხებოდი, პროდუქტი დღეს ჩვენ მაღაზიაში არ გვედებოდა. ამიტომ წყნარად შვიდათ, შეგვიძლია მოვიხმაროთ პეტრონასის გინდა ჩვენთან და გინდა ნებისმიერ სხვა პუნქტში, სადაც შეძლებთ შეძენას და უბრალოდ დარწმუნდით, რომ ორიგინალ პროდუქტს ყიდულობთ, იმიტომ რომ ეხლა ლუკასის ფალსიფიკაცია ჯერჯერობით თუ არ ხდება, პეტრონასის ფალსიფიკაცია შეიძლება სადმე ხდებოდეს, ამიტომ შეეცადეთ, რომ ავტორიზებულ დილერებთან შეიძინოთ, ანუ ავტორიზებულ მაღაზიებში, სადაც პეტრონასი იყიდება. მოკლედ ეს დასრულდა ჩვენი პეტრონასის ტური. შემდეგ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.